ალექსეი ნავალნი კოლონიაში სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს, რომელიც სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან მიღებული ძლიერი ტოქსიკური შხამია. 5 ქვეყნის საერთაშორისო გამოძიების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ქვეყნები ამ დასკვნამდე ნავალნის ბიოლოგიური ნიმუშების ანალიზზე დაღწნობით მივიდნენ. უკრაინელებმა ანექსირებულ ყირიმში რუსების სადესანტო მოიერიშე კატარღა გაანადგურეს. შეიარაღებული ძალების ინფორმაციით ყირიმშივე წარმატებით დაბომბეს რადარი და ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობიც. წარმოგიდგენიათ, პუტინი ომის გარეშე ის ომის მონაა, თქვა ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე. მან საერთაშორისო საზოგადოებას აუხსნა, რომ თუ რეჟიმებს დროს მისცემენ, ისინი მეტ ხალხს მოკლავენ. ზელენსკიმ ამის მაგალითებად მოიყვანა აიათოლას ქმედებები და პუტინის აგრესია საქართველოში, სირიასა და ყირიმში. ისაუბრა ორბანზეც, მხოლოდ ვიქტორს შეუძლია იფიქროს იმაზე, როგორ გაიზარდოს მუცელი და არა იმაზე, როგორ შექმნას არმია, რომ რუსული ტანკები ბუდაპეშტში არ დაბრუნდნენ, თქვა ზელენსკიმ. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა ელექტრომობილებზე არ გავრცელდება. 2020 წელზე ძველი მანქანების შემოტანაზე შეზღუდვა 1 აპრილიდან ამოქმედება. ოცნება არგუმენტად ეკოლოგიაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს.